გებატიჟებით ხათუნა ცომაიას მეშვიდე წიგნის სიყვარულის ტუსაღის პრეზენტაციაზე. საქართველოს მწერალთა და შემოქმედთა კავშირის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის ეგიდით. 4 მაისი კვირა, 17 საათი, მწერალთა სახლი, მისამართი, მაჩაბელის ქუჩა 13. სიმღერის განსის ქალბატონი ნანა ზარკო. ხავთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი, ღვთისგან
დალოცულ სასაგებო ყოველთვის. მე სიტყვით ვთხოვ წიგნის რედაქტორს ქალბატონ მანანა გორგიშვილს. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი შეხვედრა შედგა ჩვენი შორის და ამ შეხვედრის მიზეზი არის ხალხთა ცნობარია. მე შედეთ სიამაყით მინდა გამოვაცხადო, რომ მე შეჭრილიდან მე რამდენი რედაქტორია. და აქედან გამომდინარე ძალიან კარგად ვიცნობ მის შემოქმედებას. და მიხარია, რომ ჩვენს ოჯახს ჩვენს ეს უკვე საუკუნოვან ოჯახს შეემატა ხათუნა სახელი და მე ამაყება, რომ პატარა წვლილი მაქვს შეტანილი აი ამ ხათუნას წიგნების გამოცემაში. რა შემიძლია ვთქვა, იცით, საერთოდ დღეს რთული პერიოდი გვაქვს ცხოვრების და ბევრი ესეთი პრობლემაა, რომელიც გულს ხსენს, მე ვსაუბრობ ხოლმე დანანებით ძალიან, მაგრამ მე ერთი რამის ჯერა და წამს და ძალიან ხშირად ვიმეორებ. არსებობის უფლება ყველას და ყველაფერს აქვს და დრო ყველაფერს თავის ადგილზე დაავადებს. იმის ნიშანდობლივად, რაცაც მე ახლა ვამბობ, პოეზია რა არის? პოეზია ეს არის ემოცია. პოეზია ეს არის, მე ვიცი, რომ ყველა ქართული პოეტია და ქართული პოეტი ორჯერ პოეტია. ამ მოსაზრებას ვეთანხმები, რა თქმა უნდა. და მე არ მეგულება ქართული თუნდაც ერთი ლექსი რომ არ დაეწეროს. და ამიტომ ვამბობ, რომ პოეზია ეს არის ემოცია, ხო? როდესაც წაიკითხავ და აი გულში დაგრჩება და ვფიქრობ, მეც ხომ ასე ვფიქრობ და მე გადის დრო და ეს ყველაფერი გახსოვს, კი არ დავიწყდება. და რადგან ამ წიგნის რედაქტორი ვარ, ამის თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ ერთ პატარა ამონარიდს წავიკითხავ. დღეს მე ვიცი, რომ ხათუნას დღეა, ხათუნას პოეზიის დღეა, გამომსვლელები მის ლექსებს წაიკითხავენ და რაზეც მე ვისაუბრე, ამისთვის წავიკითხავ მხოლოდ ერთ პატარა ამონარიდს. ფოთოლცვენა თუ რა სჭირს თბილის, რომ აუცრებლა ვარდეთ თვალები, სევდა ნარელი იმილი უძი, თუ წინაპართა ნაკერფალები. აი ეს თქვენი საინტერესო ციგნია გამოცემული, მინდა მივუძო ხათუნას და როგორც ვიცი ძალიან მალე კიდევ უახლოეს ხანებში კიდევ ერთი ახალი წიგნი გვექნება და დღეს რადგან ძალიან ბევრი ღონისძიება და გეცოდინებათ ალბათ, რომ იმართება ღონისძიებები და სამწუხაროდ მე დამავალეს და მე ვთხოვეს, რომ შემისრულებინა ეს სასიამოვნო მისია და ეხლა მოუზადებელი ვიყავი და ამიტომ ცოტა შემაგვიანდა. მაგრამ არა უშავს. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით მინდა გამოვაცხადო, რომ ხათუნა ცომაიას გადაეცა თამარიონის ენგავმა და ჯვარი, თამარის ჯვარი, დაყოფილი შემოქმედებით ხათუნას და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს. გამაგრად გაგიხარდა ტაში დაუკარე. უგრესი მადლობა ქალბატონ მანანას, უგრესი მადლობა მწერალთა შემოქმედთა კავშირს. ესეთი საოცარი დღისათვის ქალბატონ ხათუნას დაფასებისთვის, მისი შემოქმედების დაფასებისთვის. ხოლო შემდეგ სიტყვით წიგნის თანარედაქტორს ქალბატონ ნინო როსტევიჩს. პოეზიაზე როგორც დაედაქორა.
ყველაზე მუშაობთ ხოლმე საერთოდ მუშაობას იმერელი მეგობარია იმის სულ ასევე ვერასდროს და დიდი არაფერი უბრალოდ ხანდახან გადავხედავ ლექსებს და შეიძლება უბრალოდ რაღაცა ურჩიო მის ლექსები ტკივილით სავსეა მის პოეზია გადაგამყარა რომ ტკივილიანი ლექსები წერს მაგრამ ეს არის შესაძლოა მხოლოდ ხათუნაზეა იგი თავისებს ყველა ხალის ტკივილს ყველა შემთხვევის ტკივილს და წერს ასე ხათუნამიცი და ყველამიცის რომ მის პოეზიაში ყველაზე ადვილი შემთხვევის უჭირავს უფრო სამშობლოს ტკივილს დედას და ზუსტად ქალბატონმა მანანა წაიკითხა იმ ლექსზე რა უნდა იგი რომელიც მე ძალიან მიყვარს და ტკივილის ეწოდება და ასე წაიკითხა მის ლექსს დასაჭერად მეორე აუცდელი გლობალურად გულები ეს ლექსი ქალბატონმა მანანა წაიკითხა არის ასეთი რაშთვის ტკივილს ფოტოცვენა თუ რაშთვის ტკივილს გამაუცემდა ვარდებს თვალები სერგანარები მილიონი თუ წინაპართან აკეთალები უბიძო აის გამხელებს უბრად მაშევეცდები ჭადას ხეები სიობილი ეთხოვა ერთხელ მერთხო ვიმრავლე ლაღი დღეები ფაფარაშვილი დილა ორჭოფონ ლექის იბანს და ლაღობს მტერები გადარეული ყარი გორგავს და ხარს ემუქრება დაგებედები ზეცაშვიდხრა კაბასიზომავს პირიქი ძარჩას ხოლოდ უჩვილი მარტი აპრილთან სახელის რომავს და აკმათ გაწეული სიძინოს შვილი ფოტოცვენა თუ რაშჭის თბილის გამაუწვრა გულის კნარები ვეღაყელება ნაკელთა ძვირიც სერგანარები თვალე თვალე უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინოს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიაოვნო გახდა, როდესაც ჩემი დედობილი ესე ვიტყვი. შემთხვევითობით რაც ხდება მარადიული ის არის. როდესაც ქალბატონი ქათუნა გავიცანე. აი სწორედ მაგდროს დავწუნდი ამ სიტყვებში, რომ აი ჩვენი დედაშვილური სიყვარული თითქოს ისე დაიწყო, რომ არ შეიძლება ადამიანმა დაიჯეროს ისე წინასწორება არ არის. წინაცხოვრებაში დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მართლაც დაშვილი. როდესაც მთხოვა, რომ შალვა გთხოვ რეცენზია ანალიზით ჩვენ ლექსთან დაკავშირებით, ეს პროცესი იყო ძალიან სასიამოვნო. შეიძლება ლაპარაკობ ხოლმე, რომ ლაპარაკობ უფრო კარგად წერა გამოვიდა. აქედან გამომდინარე, თქვენი საბაში აქედან წავიდიხავ. თითოეულ აზრს რაც გამოჩნია ქალბატონი ხათუნას შემოქმედებასთან დაკავშირებით. პოეზია ადამიანის სულის ერთ-ერთი უმაღლესი გამოხატულებაა. მას შეუძლია ტკივილის, სიხარულის, სიყვარულისა და დანაკარგის ენად იქცეს, რომელიც არა მხოლოდ ავტორის, არამედ მკითხველის განცდებსაც გადმოსცემს. ხათუნა ცამაიას პოეზია სწორედ ასეთი ღრმა, ემოციური, ჭეშმარიტად ადამიანურია. მისი ლექსები სავზეა სინაზით, სევდით, მონატრებითა და იმ ფაქიზის სულიერი ძვრებით, რომლებიც ხშირად მხოლოდ პოეტურ სიტყვაში იძენენ სრულყოფილ ფორმას. ერთ-ერთი გამოკვეთილი თემა გახლავთ სიყვარული, რომელიც არა მხოლოდ სიხარულის, არამედ ტკივილის საკითხად ჩანს. ავტორი ქმნის ისეთ სურათებს, სადაც სიყვარული თითქმის ყოველთვის უკავშირდება მონატრებას, დანაკარგს, ან ტკივილს. მისი სტრიქონები მკითხველს უგუძევს განცდას, რომ სიყვარული ყოველთვის არ არის ბედნიერება, არამედ მას განახლავს სინანული და დაუმთავრებლობის შეგრძნებაც. ამავდროულად ხათუნა ცამაიას ლექსებში ბუნება მნიშვნელოვან სიმბოლურ როლს თამაშობს. ხშირად ბუნების ელემენტები ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია, წვიმად ცემლებად იქცევა, ზეიმის ნაფერწლად აღიქმება. ღამე კი როგორც მარტოობისა და სევდის მეტაფორა ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გავლინდება. ტრიქონების ზოგჯერ ისეთი პირდაპირია, თითქოს მოლაპარაკე ადამიანის გულწრფელ აღსარებას უსმენთ. ამავე დროს ლექსები დატვირთულია მეტაფორებით და სიმბოლოებით, რომლებიც ემოციას კიდევ უფრო ამძაფრებს. მისი პოეტური ენა არა ზედმეტად დატვირთული, არამედ ლაკონურია, მაგრამ ზუსტი და ემოციურად დატვირთულია. სიტყვების სიმარტივე მის ლექსებში არ ამცირებს მნიშვნელობას.
პირიქით. სწორედ ეს ლაკონურობა აძლევს ემოციას უფრო დიდ ძალას. მისი მეტაფორები ხშირად პირადი განცდებიდან მოდის, მაგრამ მაინც უნივერსალურია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მასში საკუთარი ტკივილი ან სიხარული ამოიკითხოს. ასევე ხაზგასასმელია რიტმი და მუსიკალურობა. ზოგიერთი ლექსი უფრო თავისუფალ ფორმაშია დაწერილი, ხოლო ზოგან მკაფიო რიტმა და რიტმული სტრუქტურა იგრძნობა. ეს ცვალებადობა ხატუნაცამაიას პოეზიას კიდევ უფრო ცოცხალ და ბუნებრივს ხდის. ლექსებში ხშირად ვხვდებით არა მხოლოდ პირად განცდებს, არამედ ზოგადად ადამიანურ კითხვებს. როგორ გაუმკლავდე დანაკარგს? შესაძლებელია თუ არა დრომ განკურნოს ყველა ჭრილობა. სიყვარული უფრო ბედნიერებაა თუ ტკივილი. ამ კითხვებზე მისი პოეზია პირდაპირ პასუხობს არა ძლიერად, მაგრამ კითხულს ფიქრებისკენ უგრძნობს. მის ლექსებში ხშირად იგრძნობა სამყაროსთან კონფლიქტი, დროის სწრაფის ტრაგედია და ადამიანის სულიერი მარტოობა. სიყვარული როგორც ლაიტმოტივი კრებულის ცენტრალური თემაა, რომელიც მრავალ ასპექტში ვლინდება. ეს არის ნებიანი და ამაღლებული, წარმავალი და მარადიული, ტკივილიანი და ამაღლებელი. სიყვარული აქ წარმოდგენილია როგორც ძლიერი და ხშირად წინააღმდეგობრივი ძალა, რომელსაც შეუძლია როგორც ფრთები შეასხოს ადამიანს, ისე ტყვედ აქციოს იგი. ავტორი სიყვარულს განიხილავს როგორც არსებობის ძირითად ძალას, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ბედს. ვეღარ შეუძლია გადავიწყება, ნების ქარცეცხლის ტუსაღი ვრჩები, გამოუხერხო თავდავიწყებას ვიფერფლებიდან წამებში ვხვდები. ეს ტრიქონები მეტყოლებს სიყვარულის დამანგრეველ ძალაზე, რომელიც ადამიანს ანადგურებს. სიყვარული აქ წარმოდგენილია როგორც ქარცეცხლი, რომელიც წამებში ფერხლად იქცევა. ამავე დროს კრებულში ვხვდებით სიყვარულის ამაღლებულ ფორმებსაც, რომლებიც ადამიანს სულიერად ამდიდრებს. მარტოობას როგორც განცდას კრებულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ავტორი ხშირად საუბრობს საკუთარ განცალკევებულობაზე, სამყაროსგან და ადამიანებისგან იზოლირებულობაზე. მარტოობა ხშირად არის დაკავშირებული დაკარგულ სიყვარულთან და დროის წარმომავლობასთან. ერთ-ერთ ლექსში ავტორი აღნიშნავს: შეფხიზოლებული უაზრო მზერით წამება წამებში ვკრთები, თავდავიწყების მორებს ვტოვებდა ამერის ჭდილში ავიდგები. თუნდაც შევეხოთ მეორე სტროფს, წლებში გათვლილი მტკივა სიყვარული, დღესაც მომენატრე იცი, ქარის წივილს მაქვს ხმები მოარული, ნუ თუ ეს გაკეთე შენთვის. ეს ტრიქონები მეტყოლებს წარსული სიყვარულის ტკივილზე. ხატუნაცამაიას პოეზია არის განცდების სარკე, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ ავტორის, არამედ საკუთარი ემოციების, ფიქრებისა და მოგონებების სამყაროში იმოგზაუროს. მისი ლექსები ღრმად პერსონალურია, თუმცა ამავე დროს უნივერსალურიც. ისინი ყველა იმ ადამიანს ეხება, ვინც ოდესმის სიყვარულის სიმძაფრე მონატრების ტკივილიან განშორების სევდა განიცვლია. მისი პოეტური სამყარო სავსეა ბუნების სიმბოლიზმი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციას და საშუალებას აძლევს მკითხველს, თავისი განცდები ლექსების სურათებში დაინახოს. წვიმამ ცრემლებად გარდაიქმნება. ღამე მარტოობის სინონიმია, ხოლო მზე იმედის ნაპერწად მოიმედა. ხატუნაცამაიას პოეზია არ არის მხოლოდ სიტყვების კრებული, ის არის ემოციური მონოლოგი, აღსარება, რომელსაც პოეტი გულწრფელად გვიზიარებს. ეს გულწრფელობა მის ლექსებს განსაკუთრებულ ხილს სცემს და მკითხველთან უშუალო კავშირს ამყარებს. მისი სტილი არც ზედმეტად რთულია და არც ზედმეტად მარტივი. ის ზუსტად იმ ხაზზე დგას, სადაც სიტყვები ბუნებრივად ძალდაუტანებლად ქმნიან სიღრმეს. პოეზიაში მთავარი ის არის, თუ რას გრძნობს მკითხველი ლექსის კითხვისას. და ამ კრებულში ვაწყდებით სწორედ იმ შემთხვევას, როცა თითოეული ტრიქონი პირდაპირ გულში აღწევს. ლექსები ახსენებს ადამიანს, რომ სიყვარული და ტკივილი განუყოფელი ტყუპი ძმები არიან, რომ ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, მაგრამ ამავე დროს შვენიერებითაც. ავტორის შინაგანი სამყარო ჰარმონიულად აერთიანებს მოვიერებასა და სიძლიერეს. იგი არის პოეტი, რომელიც ტკივილს შუქად გარდაქმნის და საკუთარი სულიერ სიმტკიცით კითხვასაც იმავისკენ მოუწოდებს. მისი შემოქმედება იმედის, სიყვარულისა და შინაგანი სიმშვიდის მანიფესტაციაა, რაც მისი პოეზიას განსაკუთრებულ გულისმიერ ხასიათს ანიჭებს. საბოლოოდ, ხატუნაცამაიას პოეტური კრებული სიყვარულის ტუსაღი არის იმ ადამიანებისთვის, ვინც სილამაზეს
ჭეშმარიტებასა და ემოციურ სიღრმეს ეძებს სიტყვებში. მისი ლექსები არ არის მხოლოდ წამიერი შთაბეჭდილება, არამედ გრძელვადიანი ემოციური მოგონება, რომელიც მკითხველის გონებასა და გულში რჩება. სწორედ ეს ხდის პოეზიას მნიშვნელოვან და ღირებულ ნაწილად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ეს განსაკუთრებულ საპატიო ალბათოს ქართლის რომელიც მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. უმეტესი მადლობა მებრძანებისთვის, იმიტომ რომ დღეს სიმართლე გითხრათ არ ველოდი ამდენ ხალხს. ჯერ ერთი გადაკვირთული გრაფიკის გამო ადამიანებმა შეიძლება ვერ მოახერხოს მოსვლა. შემდეგ ბევრი საღამოა დღეს ვიცი ჩანიშნული, დაემთხვა დამცროებულ რა თქმა უნდა და მადლობა ადამიანებო, ძალიან მიყვარხართ. მადლობა ჩემს შვილობებს. ასეთი სიტყვებისთვის. მადლობა ჩემს რედაქტორებს. ქალბატონი მანანა რა თქმა უნდა 5 წიგნის რედაქტორია ჩემი და შეუცვლელია. სანამ ცოცხალი ვარ და თუ რაღაცა შემოყვაზე, ქალბატონი მანანა იქნება ჩემს გვერდით ყოველთვის. მაგრამ ეხლა ნინოს მინდა გაუსვა ხაზი, ნინომ იმუშავა ჩემთან ერთად, არ ვიცი, ყოველი ლექსი გადის ნინოს წნეხ ქვეშ ჭყალებში. მაგრამ ჯერჯერობით ისეთი არაფერი შეცდომა არ მქონია, მაგრამ მაინც მეშინია სანამ დასტურს მივიღებ. მადლობა ამისთვის და ქეთს ვიხრი თქვენ წინაშე. და სანამ დავიწყებდე ლექსის კითხვას, მინდა რომ თქვა, აი ჩემი წიგნის შინაგან ნაწილში არის ესეთი სიტყვა, დაწერილი კაკაცია, რომელიც მე და უშუალოდ ბალკო კაკაბურძეს ეხება ჩემს ძმას. და მადლობა ძმობისთვის, თანადგომისთვის. მართლა რა ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ, ჩემო ვალიკო არაფერი არ შეგშლია. შეიძლება დედმამიშვილებს შეეშალოს ერთმანეთში, მაგრამ ისე უთხრილები ჩემს სულს, ჩემს შინაგან სამყაროს დამიჯერეთ, ჩემები არ მიცილდებიან ასე. მადლობა და მადლობა მე შეძლებ და ეცში დარჩება. ეხლა რაც შეეხება სიყვარულის თუსახს, ეს რა თქმა უნდა მეშვიდე კრებული არის და უფალმა რამც უფლისნება რომ შევძლო თუ შევძელი, რა თქმა უნდა დავწერ, მაგრამ ორი კრებული კიდე გზაშია. თავარია თანხა იყოს. თავარია თანხა იყოს და ყველაფერი კარგად იქნება. ამის იმედი მაქვს. თანხა გზაშია. თანხა გზაშია, რა თქმა უნდა. დღეს დილით დავდე ჩანახატი და არ მინდა სანამ ეხლა კითხვას დავიწყებ, რომ ამას არ გაუსვა ხაზი. გუშინ დამერიგა საღამოთი ჩემმა მარი კანდელატმა და მკითხა ხათო რა შევიდო და მეუბნები რომ ჩემ მეთქი თეთრ ზედას მეთქი ღილებს ვაკერებ მეთქი. ხო და რატო ვერ იყიდეო რაღაცა ისე ხო და ამ შეთვისო ძალიან ღირებულიაო ეთქობა რომ ღილებსო და მეუთხარი არა მეთქი ზედი შესაძელი ფული მეთქი ბავშვს დავეცი მეთქი შემწეობისთვის ბავშვი იდგა რუსთაველის მეტროსთან. ისაჭუქრა ჩემმა მეგობარმა მადონა კალდანმა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ვერ მოვიდა და ეს აღმოვაჩინე გზაში, ხატთან ერთად მისაჩუქრა ეს თანხა და დაურეკე და ძალიან გაუბრაზდი. და რუსთაველის მეტროსთან როდესაც გამოვიდა, რატო ცოტა გაჩუქა და იქო? არა, საჩუქრაზე არ ამბობენ, მოიცი, დიდი პატარა არ აქვს მნიშვნელობა. და რუსთაველის მეტროსთან იშვიათად ხედავ, მაგრამ ზის პატარა ბიჭუნა. 6 წლის იქნება მეტი არა და ქუდი ჩამოხატულია თვალე ეთქობა ან ცვენი ან არ ვიცი ის გამო და ისი რა არის იმდენად შემეცოდა არა ეს სხვა ის არის შინაგანად აღწრიალდი და აი ეს მადონას ნაჩუქარი 50 დოლარიერი ჩაუდი ამბი ბავშვს არც მიფიქრია იმიტომ რომ მე ფული არ მქონდა ხო და არც ისა რო დამთავრდება წავალ მეტროს რუსთავეთთან დაუბრუნებ აღარ აკვეთ არც მიფიქრია და გარესე მეტროსკენ ავიღე ეს ეხა წავედი რა თქმა უნდა და ერთი წამიერად შემოწრიალდი და ეს ბავშვი მომბარდა გახარებული და გაიხარე მივეცარდო ამიტომ მადლობა უფალს გუშინდელი დღისთვის ყველა გაჩვენებულ
აღიარებული დღისთვის და თუ კი რაიმე მცირეც, აი თქვენი დასწრებით, თქვენი ამ მობრძანებით, აი ჩემ სულში იმხელა ნათელი წერტილი გაჩნდა კიდევ უფრო მადლობას გეუბნებით თითოეულ თქვენთაგანს. წიგნების შემოსავალი რაც მივიდება ესეც საქმრობელო მოხმარდება ერთ-ერთ ბავშვს რომლის სახით აყვარს არ დავასახელებ. აგერ სკამი არის. რადგან ბატონი ერეკლე მოგზაურდა მაშინ პირველ სიტყვას ბატონ ერეკლეს ვიქცევ. ვეღარ შევძელი გადაიწყება ლევის კანცელში თუსაღი ჩერი. გამოუხერხო თავდავიწყებას ვითერკლებიდან წამებში ვქრები. უხვიცრემლების სასტუმალს მithბობს, თითქოს აქახა, არადამკვდები. ჭარბად საფეთქელს ფიქრი უთქმობს და გამემართება, ღმერთო ვერ ხვდები. შემოგეთება დამარხულო თვალთა, იმიერში გასულს ნატრად გედები. დაფეთებული გული ვერ აღწევს დაკოდგილ სახით საფლავს ვედები. შეფიზლებული უაზრო მზერი, წამის წამება წამებში ვხვდები. თავდავიწყების მორებს ტოვებ და ამერის ჩრდილში ეულით ვგები. გორგის შეხსნების სხეულით ეწყვის, ყვავს სიყვარულის ტუქსაღად ვრჩები. კარვალი ნეტა მომეძალა და პეპეროსავით უვალოდ ვქრები. რა უმოწყალოდ დამხულა წვიმამ შეთვის კუთვნილი მოგონებები, არადა ძლიერ ჭირდა ხილას. სხვისთვის დაეჭვოს მაგინდებები. გადაფეთქებულ ქუჩას გავხედე, აღიყვაოდნენ იასამნები, მუთუშორეთში დარჩა ია და ტოტებს შემორჩა ცევის საღლები. ფიქრთა ჭიდილში გადაბმულ სხეულს, გულსაძებია ნატრის ლოდები, ეულად ყოფნის მრავალი წელი აის დაისიც მხოლოდ გოდები. აისის წვიმამ მაჯობა ისე, და შემიწვა ლაბირინთებში, გადაგივიწყო ჯერა ვერ შევძელ, დაგმოუვლა სერვის კლავებში. ნეტავ, როდის მოვა ჩვენი გაზაფხული? ნატურა მიკალახებს კარებს. გარეთ საფხულია ფიქრში გაქანგული, რული ებარებავს თვალებს. ვინდ მორეულ დაისევდა მიეძალა, მოგონება კრთის და მაინც. იასამანს ატრობს სული ეული და ნატურის თვალა ნატურად თავს ხრეს. მიკრიალა დიაც გავს წოთით ფერება, წამთან ცეკვავს დაის. აკვირტულ ვალდებში ტიტა შემეფეთა, სვარიენანება მაის. კურცხალ, ფიქრი წამწამთ შეეპარეთ. დაღლილ საფეთქელზე თავს ხრეს. ნება, წამსულს აწყო მაჯობა და ნატურა დარაგებში ბარდნის. ნეტავ, თუ დადგება ოდეს გაზაფხული, სევდა მიგალახებს კარებს. გათანგულ ზაფხულში ნატურა მისტუმრა და ცრემლი შეეპარეთ თვალებს. ჩემს დედულეთში სხვაგვარად ყვავის იასამანი. ალუბლის ტოტებს სხვაგვარად უკრთით კვირტებს რჩია. ხელში წყალიც მორეკარაკებს ნაკადულის ბრად. ხის აივანზეც ყვავაც მარცხობს ჩიტუნაჩია. სადღაც შორეთში ბჯოლის ტოტებს შევწვდი ბავშვით. სვანეთ ყოლება ბიჭი გზერამ მომუს ფრია. სიმარცხვის ალმა დაუარა ღაწვებს და მივხვდის ის ბიჭი მიყვარს. შორეთში რომ სიგიჟე ხვია. რაღაც უცნაურ სიანცეს გზნობს ოხერი გული. თვალებს მინამავს ის კურცხალი ნატურა რომ ხვია. ბებოს მუხლებზე ჩამჯდომაც ვინატრებს და დაყოჟრო ხელთან ოფრებაც ძალიან მიყვარს. არ მიყვარს. ფიქრ გაქცრეცილ შევყურებს სარკმელს. ნატურაში იმარჯვა და სული აირია. მივხვდი რომ მიყვარს ფერა ბიჭი. ღრმა შორექიდან გულში კი ღმერთო, გულში ყვავაც ცივი ღარია.
ჩემს დედულებში სხვაგვარად ყავს მესამე ჰალობლის ტოტებს სხვაგვარად უკრთით კვეთებია ველში წალიც მოგაკრაბებს ნაკადულის ფრად ის აიბანზეც ყველა მოწმობს ჩიტულა ხოთ ესე ის ხოთ პრემიამ ივერის დამფუძნებელს ბატონ ლუგზარ ჯიაბერაშვილს ეს როგორც ფენახევარი დღესასწაულად მიქცია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არასოდეს არ დამოვიწყდება რომ ჩვენ ცხოვრებაში სალამ სული მიდგას როდესაც სცენაზე ავედიდა ბატონმა ლუგზარმა გამომაცხადა მე წარმოვიდგინე რა თქმა უნდა სამეზობლო სიტყვა და ვთქვი რომ ჩემი პოეზია ეძღვნება მთლიანად ლუკას და სინცაძის ვაიმე შვილო მაგრამ შემთხვევაში ადამიანები ორთავბრძოლაში, მათ შორის მგზავრობაში, ციხეში მერტვაყოლად ვაშველად, ავადმყოფობაში, ესეთ გარკვეულ ნაკლებად მდგომარეობაში ძალიან მაგარი გამოიცდები. ბრძოლაში გამოიცადე, არ გამომისდია, არებობა მიკარგა ეს გამოცდა შეიძლება დავამატოთ ამას და მგზავრობაში გამოიცადა აბსოლუტურად როგორც მეგობარი და როგორც ადამიანი, როგორც შემოქმედი, როგორც დედა, როგორც ბებია და როგორც ადამიანი და კულტურალურები გაშუალებული დავჭი მისი ყოველი ნაბიჯი ელი არიან სამწლიანი ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. სამი წელი კიდევ ვიტყვი რომ მანამდე ორჯერ ქონდა შემოთავაზებული მასალები ეს ორივე იყო ნახევარად შედეგის გარეშე, თუმცა ეკონომიკური კამათი და ინჟინერობა იმაზე რომ მისი მასალა უნდა გასაგებია აურიენტობაზე, მაგრამ მესამე წელიწადმა მოხდა შედეგი რაც უნდა გვიგონოს. ამიტომ მე შემდეგი ეტაპი იყო მგზავრობა საერთოდ ხაზინებს ყოველგვარების ის ყველა ვინც ვიყავით 12 ძალიან ბევრი ადამიანს ხედავ მგზავრობაში ვინც იყო და მგზავრობაში არ ვიცი ჩვენ პროექტზე და რაღაც ამას საუბარი გამოვიდა ისეთი თავდაბალი ისეთი ვაცრიანი ისეთი მადლიანი ადამიანები ალბათ იშვიათია და ზოგადად იშვიათობა თაგანები ავტოკარტულად და პრინციპი აკოპი ალბათ კიდევ ბევრი ის ადამიანი ვისაც ვინც ვერ შეძლოს ეს ატმოსფერო ამიტომაც ბევრი რამ გადავწყვეტე ავტოკარტულად ვესწოლა სამეგრელოზე მისვანების შეფერმանը პრემიერები წარმატეს და ჩაბულიყო ჩვენ საქმიანობაში სრულყოფილად როგორც შემოქმედი და როგორც ხელმძღვანელი და მე ვიცი რომ ის ძალიან მაღალ რეგისტრში გამიმართებს ამას როგორც ინსტიტუტად რაც ჩვენ ვინდა ისო ქართული კულტურის პოპულარიზაცია ყოველდღიურთაგანი შემოქმედების დაფასება მათი რეალიზაცია და პოპულარიზაცია კიდევ ერთხელ ამიტომ იროსოვის და არის ალბათ თავიდან გადავეცეთ სიმბოლო დამჭა ეს საჩუქარი პოლიციებაზე ხოლმე და ესაც რა თქმა უნდა სპეციალურად ვაკეთებ სიცხნარებს. განსაკუთრებულად კონკრეტულ სფეროებში და მეგობრებისთვის
ძალიან საფალო დამი. ბატონ დირექტორი. ისე ფათაშორის კახელებსაც უყვარს. ბატონებო და ქალბატონო. ცოტა შორეულ წარსულში მინდა გადავიდოს. სვანეთიდან რომ საუბრობდი თბილისისკენ მოვემართებოდი, იყო შემთხვევა გზაზე წყალი მომწყურდებოდა, დავინახავდი ეზოში ჭას, გავაჩერებდი მანქანას და მას მიძევს ვთხოვდი, რომ წყალი დაელებიძე. Iată-mi cațo, guinioare იქვე დავძახებდა კალებს, გაშლიდა ტაბაკს და ბოლოს შეშინებული წყალი მყვროდა და ვერ ვთხოვდი ვერავის, იმიტომ რომ იქ სუფრავდა გაშლილი იყო უკვე უცხოდი. ანუ ამით რისი თქმა მინდა, საოცარი სიტყვა, მადლი, სიკეთე ახლავს საქართველოს ამ ისტორიულ და ბუნებრივი ახლა ჩვენ სვანები პირველი სულის მოსათქმელი იყო ჯვარი. მეგრელები ხო გვიყვარს, მაგრამ ჯვარელები და გამოჩეულად, იმიტომ რომ ჩვენი პირველი მასპინძელები იყო. აი ყველაზე მეტად რასაც ჩვენ ვიტყობთ ამ კუთხისგან ეს მადლია, ეს სიტყვა, ეს სიკეთეა, დიდი კულტურა. მე ერთხელ დავსვი კიდევაც ჩემ მეგობრებს, რომელია ის თვისება ყველაზე მეტად რომ გახიზიანებს მეგობრებს. კაცში და ქალში ზოგმა რა თქვა, ზოგმა რა და მე ვთხარი არა. ეს არის უზრდელობა. იმიტომ რომ არ ელოდები შენი ქალი კაცისგან. იცი რომ ის დიდი კულტურით არის ნასაზრდოები. და არავისში არ გაღიზიანებს. ახლა უზრდელობა არავისთვის არა მოსაწონი, აი განსაკუთრებით გაღიზიანებს მათში. ამიტომ არის რომ ერთხელ მე ყვებოდი ბაბუაჩემის სამეგრელოშია გაზრდილი ძეთი მეგრელი, ყვებოდი რაღაცას და ცხონებულმა ლაშაკა ხარია, ბიჭო, როგორ ეთყობა რომ სამეგრელოში იყო გაზრდილი კულტურაზე ბაბუაჩემსო, ყვებოდი რაღაც ამბავს. მე ყველაზე მეტად აი პოეტებში ვინც სამეგრელო საქართველოს გაუზარდა, წარმოიდგინეთ თქვენ სწორად გამიგეთ დავას მუდამიცხეთ, ტერენტი გრანეტიც კი არ ხდენს ისეთ ზემოქმედება ჩემზე, როგორც ალექსანდრე საჯაიას პოეზია. რატო? იმიტომ რომ მეგრული სიმღერის სიუბო მოაქვს სიკეთე, მადლი, სიყვარული, რაც ამ კუთხეშია გაბნეული. და მე ახლა დღეს ხათუნაში, რაც მომწონს ყველაზე მეტად, არის მისი მეგრელობა. და რატომ? ცნობილი ლექსი გაანადგუროს ღმერთმა, ბორის პოციშვილი უკეთი უშობილესი კაცი. მეგრელების მეგრელობა კი არა, იმერლების იმერლობა კი არა. და მეორე მხრივ, მე მაგალითად პირადად სულ სხვაგვარად და რატომ? ღმერთმა დაიფაროს მეგრელმა, რომ მეგრელობა დაკარგა. ამ თავის მეგრელობით მავსებს ისმენთ.
მე მრავალფეროვან ბუნებას ხედავ და კაცი თუ მეგრელია ეს არ ნიშნავს სეპარატიზმს მე ხელ მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს დედასავითა ეს მონაწილეობა და დაიწყეს მეგობრულად ლაპარაკი ქართულად ილაპარაკეთო მე ვთხარი ესენი ქართულად ლაპარაკობენ ოღონდ იმ ქართულით ხო დაგაცხდათ მე ვთხარი აი ამას ველოდები ჩვენ ყველა მხრიდან გერმანელები დღეს თავში იხავენ და გვიანა იმიტომ რომ პრუსიელი არ არსებობს საქსონიელი არ არსებობს ბავარიელი არ არსებობს შვაბი არ არსებობს ალუფხულ მასას გადაიქცა გერმანელები და იმიტომაც არიან ამ დღეში 6.5 მილიონი მარტო თურქი მიიღეს მე რაც მამაგრებს რაც ქართლობისკენ მეწევა ეს არის ჩვენი მრავალფეროვნება ესე რომ მე როგორ სვანი ვიღებ შენგან მეგრებისგან იმას რაც უჭირდება შენ ჩემგან უნდა მიიღო ის რაც გჭირდება ამაშია ახლა შორს რომ აღარ წავიდე ხათუნას და მოვეწერო მოვესიყვარულო იმიტომ რომ იმსახურებს ნამდვილა თავის სიყეთი არ არის მისი ლექსი ისეთი რომ ვინმეს ეკიშებოდეს ვინმეს ეჩიბრებოდეს ეს სიყვარული სამეგრელო მოგეფერება აი ესე გეფერება ხათუნას მიმარჩნია რომ ეს არის შემოქმედის ყველაზე დიდი წარმატება ღალატო დილა გაცრეცი ღამეს სხვა რო არაფერი დაეწერა უყორი ნუარგაის დედოფლების სულიად საქმეა მე მაგ უხში დაიდო მაგრამ ნებაშვილი ხარიკის დილო ისევ შეკრიჩოს სარკმელზე მინა აი სოფელში ისახოლია დარც ხალხში გვაყენია ხანდახან ძლიერი კრივა მოვარდება აი ეს სურათი არის გახათული და რომ საცა ამ მინასო რომ შემოისური შიგნით ოთახში შემოვესვენე დაღლილი სული ნაცნობ კიბეზე ჩამოვესვენე შეპყრობილი გონიკი მებრძვის ძლიერ უსადე ვერ დავასვენე გარდავიცვალე როგორც გუში და გონებ გუშინი გარდავიცვალე სევდასდავნები უბრალოდ ვერ წლებმა მიიწროდა მეც მოვიცვალე ნაცნობი კიბოს ლამას კიბის ლამას სახელობ ბრძალვით შევეხე კვლავ მომენახე ნეტარებაში აცრემლებული მერამდენჯერ სრემლი გინა როცა გარდავიცვალე ჩვენ სიცოცხლეში ხშირად გარდავიცვალები მაგრამ ხშირად ჩვენი სიდიდე როგორც ადამიანების ხოლო რაც შეეხება დაბადებას ვიბადებით ყოველ წამიერ შემოქმედების აქტში მე მინდა უსურვო ხათუნას გამოდებული იყოს საწმინდა იმისა რომ ახალ ფიქრებს შეესხა და მის შემოქმედებას
ეხლა ხუთები ერთდროულად. ბატონო ერეკლე, ეკიჩუკი შეგამოვლები. სხვათა შორის თქვენ ახართ მიზეზი, რომ მე ჩანახატების წერა დავიწყე. ბატონ ერეკლეს ძალიან უყვარს ანეკდოტების მოყოლა. და ხშირად არის ხოლმე, აი კვირაში ერთხელ ორჯერ რა ვიცი, შევხმიანდებით ხოლმე და მიყვება ანეკდოტებს. ერთხელ ავედი 301 ნომერ ავტობუსში და მოკლედ გადაჭედილია ძლივს ვდგავარ, ამ დროს ტელეფონი რეკავს და რეკავს ბატონი ერეკლე. თან ისეთი გაბგული ზარია, რომ არ უპასუხო, არაფრით არ შეიძლება. და თავისუფლების მეტროსთან აი მივედით გაჩერებასთან ესეთი დროა. ავიღე ტელეფონი ბატონო ერეკლემეთ და მიყვება ანეკდოტს მეგრელებზე. ამ დროს კიბეზე დამიცდა ფეხი და დავეცი ორივე მუხლი. ხოდა ტელეფონი ისევ ხელში მიჭირავდა უკან მამაკაცი ვიღაც ახალგაზრდა ჩამოდიოდა და შეხედეო ამ ქალბატონს ტელეფონი არ გააგდო ცხვირბილი მოიგებო. ეს იყო პირველი ჩანახატი მაშინ დავწერე და გახსენეთ. ამისთვის დიდი მადლობა და საერთოდ დიდი მადლობა რომ მოგზავნით და დამაფასეთ. ვეცადენ ცხოვრება დამეწყო თავიდან. ვერ მოვერია თქვენს. თურმე რამდენი წელი გასულა. ნატურალ დარაბეცებს. წარვალი ძრემლი ნებოს ხალხზე და გული კილოსიტეს. სიმწრეთი იმუჩიტი. ფიქრიც საფიქროთი. კარს მომდგარ აისთან არ მინდა ბარსი. თუნდია დაუშვება გესმის. ნეტაუ რას მერჩის უგულო დაისი. სიზმნებით თავში რომ ისხის. შემცირდა. ძალიან მცირდა გონში. გამეს სიცივე თანხებს. ჭინკობის თვეში მარტინ სტუმრობს და ჭინჭხლა აუდარი დამდეს. ვერ შევძლებ. ცხოვრება გამწყო თავიდან. ვეღარ ვერ მიფიქრებს. თურმე რამდენი წელი გასულა. ნატურალ დარაბებს მოგებს. დარბაზში ხედავ ქალბატონ დარო მიწაძეს, რომელიც სამწუხაროდ უკან მოკალათებული. ქალბატონი დარო არის ლარჩხუთში შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარე. უნდა ვთქვა, აი მეგრელთან ბოდიში, მაგრამ პირველი ვინც მაღიარა, იყო ჩემი დედულეთი და იყო ქალბატონი დარო. პირველი საღამო გაკეთდა მოგესალმებით ფასებო დიდი პარტია მოკლეს სამსახურში ესწრები გესურვეთ გურიდან ერთოდ ლანჩხუთიდან მე გახლავართ უაღრესად ნიჭიერი პოეტის ცნობილი რომელიც გარდაიცვალა ადრეულ ასაკში თემურ ხრიცკალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმის მენეჯერი გახლავართ და გახლავართ შემოქმედებითი საზოგადოება სამებას თავმჯდომარე, რომლის წევრიც გახლავთ ჩემი უსაყვარლესი ქალბატონია და ჩვენ უკვე 3 წელია მეგობრობ. ჩემი საზოგადოება არის ძალიან პრესტიჟული 1931 წლიდან არსებობს საქართველოში და მიამაყება რომ ტრადიციებს არ ვთმობ და ჩემი წევრი გახლავთ ქალბატონი ხატუნა. მე მინდა მის პიროვნებას გავუსვა პირველ რიგში. შეიძლება იყო ადამიანი, კარგი შემოქმედი, მაგრამ მე მაინც ადამიანში ვაფასებ პიროვნებას, რამდენად ღირეულია ეს ადამიანი თავისი ღირსებით. ეს ნამდვილად შემკობილი ქალბატონია, მისი პოეზიაც ლამაზია. იკითხება ძალიან კარგად და
უფრო მეტად აი დღეს მეშვიდე წიგნის პრეზენტაცია სიყვარულის უსახი. დიახ, სიყვარულის უსახი და როგორ კარგად არის შერჩეული ამ წიგნს ეს სახელი, იმიტომ რომ მისი პოეზია მთლიანად არის სიყვარულზე აგებული, სიყვარული მიწის მიმართ, ერისა და ბერის მიმართ, სიყვარული პირადად ადამიანის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ მთელი თავისი ცხოვრება ქალბატონი პოეტი სიყვარულზეა შეყვარებული და მე მინდა ჩემს უახლოეს დაიყოს, ჩემს ერთგულ მეგობარს, არაცებობს რაიმე ღონისძიება შეხვედრები გვაქვს, რომ არ გაიგოს, ის აუცილებლად ჩამოვა გემიაში და სწავლობს. ეს ძალიან დიდი პატივია, რომ ამ თბილისიდან ჩამოვიდე და შენს საზოგადოებას არ გამოაკვირდე. და ამიტომ მე მინდა უღრმესი მადლობა გითხრა. ეს არა მარტო დიდი და ბრწყინვალე პოეტია, არამედ ბრწყინვალე პიროვნება და აი ამისთვის უღრმესი მადლობა, რომ თქვენ ჩემთან ერთად ჩემი სიძველის ფერი, ძველი გორმოდის ჩარალულ უჯრას, გულის ფრიალეთ შელავნე ხელი. ძალიან თავს სიძველე დაყრავს, ალაგ-შელახულ მოჟავახელი. იქვე, კუთხეში, მაჯურმულეთში, დაფეთქურეულს მოკალი თვალი, გოგონებმა სურათმა გამსცა გავის კუთხეში შედოხდა ხალი. გაღვიძლებული ფუძლების უკან ცხოვრება იდგა ძალიან წველი. წლებში ნაგროვმა სევდამ გამცა და ყრთოდა ნაგროვის დასხეული ქსელი. ქაღალდის ნაგრებს წავეყოდინე, საცხობდა ცუდა ბრინვალზე წრემლი, გაგუდგმადლა წავიგუდგინე, რა ნაადრევად გამიწყრა ღმერთი, გაქცეულ წლებში ერთად ვიდები, მე და წრემლებით სავსე სტრიფონი. ჩვენ შემდგმარე ღვთისმშობლის ხაცკის დიოდა სალბად წმინდა მირონი. წლებში გავლენით ყიმა სიყვარული, დღესაც მომენატრა იცი, ქარის წიგნს მოავსხმელი მოალები, ნუთხ შენ გადახეთ იცი, დაჯერონ ხეცად ვიკეც ხალი, ვითომ სუსტი, წარსულ სინანულით მუნძერ, მერთო დამიფარე, აისი პუშტი და ისე მიგენდობი ფიცხელ. აღუვსებო ნატვას ცრემლის ვენამები, გაძარცული გული ძვლის გერს, გჯერა სიშორისთვის ძლიერ მენანები, ურჩი განშორება ლექცებს, შემოდგომის დილა ლაღად ღარაგედება და ფიქში გამოვლილი წყეულს, გაშიშობულ ხეებს სიონანას უმღერს, მალამოდვეტება სულს გულს, წლებში გავლილი ტკივილი, ყივა სიყვარული, დღესაც მომენატრე იცი, ქარი წიგნის, მოავსხმები მოარული, ისევ შენ გადახეთ იცი. ბუდიში ძალიან ლაშქერს თბილის. რამ აუცემლა ბარბეს თვალები. სევდან არავი ღიმილი უმძი. თუცინა პართან ატერფალები. უბიწო აის გახურებს უბრად. თმაშებებს ხილი ჭადარის ხეებს. სიოღირინით ეხვება ვერხვებს ღმერთო. მიურავო ვარიგერო. ფაფარაშვილი დილა ურჭოხობს ზეპირსიდან და ლაღობს ტრედები. გადარეული პარიგო ორგავს და ხამს ემუქრება დაგებედები. ზეცა შვიდფერა კაბაცი ზომავს. ტირიფი დარჩა მხოლოდ გულშული. მარტი აპროლთან სიტყვებს ზომავს და აკუნად გაკრული ღერებს ჩვილი. თულცენა რაშიშეს რამამუჩქროლა გულის ქნარები. ვეღარელება ნაკერფალ დილის სევდანარები წვანე თვალი. გაგაურბდეს შეიძლება მომზადდეს ოღონდ გადარია
ანგრომების მერე პირველად ხედავ და კიდევ მინდა ქრისტიანულად გითხრა ქრისტიანულად. იყავით ჯანდელები, იყავით დაროჩილები ისარაკ და იყავით იმის ისმი, რომ ხალხმა თქვენი თავიდან თავისი მფარველობის ხელი არ აიღოს. მე ხათუნას სახელით ჩემო მეგობრებო, მე ყველას მადლობას მოვიხდი. ამდენ ხალხს ნამდვილად არც მე არ ველოდი არათუ ხათუნა და ჩემს დაიგოს ნათქვამია ციგნებად დააწერა ჩვენი ურთიერთ მეგობრული დადგმული სიყვარულით ჩვენი გვარები წოვაია და გაგაუძლე გავაერთიანეთ მე ვებოდიხეთ და შეთანხმებულად დავირქვით კანაქცია ამ სახელის ამ გვარს ჩვენ სანამ ვიქნებით ამ ბრძანაზე არ შევარცხვეთ არცერთი და ერთი ადრე წავა მეორე ძიან და ვაიმის ბრალი დარჩენილი თუ შეაცვლეს იმ გვარს რომელი გვარიც ჩვენ გვაქვს ჩემო კეთილო და წინვალე საზოგადოების წევრებო მე ამ ციგთან დაკავშირებით რომელიც ხათუნას ეხლა მეშვიდე წიგნია გამოცემული ყველაფერი რა ვილაპარაკო როდესაც წინვალე რედაქტორი მე და ჩემპიონები არ ვაპარაკობ მე თავარი რედაქტორი რომელიც სულ პატარა ერთი პატარა ამონარიდით ნერვი ლექსი შინაარსი გადმოცა ან იმის მერე რა ვილაპარაკო როდესაც ახალგაზრდული საზოგადოების წევრი მისი შვილობილი ჩვენი შალვა ჩემთვის მე მაქვს ამის უფლება თქვა იმიტომ რომ თუ ჩემი დის შვილობილია ესე იგი მე ბიძია ვარ მისი ხო და ისეთი ლამაზი შინაარსი დაწერა მთელი წიგნი რომ მარტო გადაკითხვა უნდა ამ ყოველივეს მოყვა უწყინვალესი ადამიანი ბატონი ერეკლე რომელმაც ლამაზად აღწერა ის რომ ხათუნას ციგში ლექსის ჰარმონიაში იგრძნობა რომ ეგრეა ეს ადამიანი ითვალისწინე ისე რბილად ამბობს ყველაფერს რომ ლექსს ეთყობა მაგრამ ისე ჩემს მეგობარ ჯერ კიდე ჩვენ სტუდენტობის დროინდელი მეგობრები ვართ მერე ცხოვრებამ გამშალა გამზი გამოვწია მაგრამ ისე მერე შევიყარეთ და უშუალოდ ერთი რა უნდა გითხრა შენ შემოგევლე ისე ეს მეგრული ბილიანა სვანებს ხო უფრო ლამაზად არ ხდება ხუში იმიტომ რომ თქვენი ენა ცოტა ძლიერი ენაა და რა თქმა უნდა ჯვარელები პირველად მე შეგიყვარდებოდა პირველი ლამაზი სიტყვა აი ამ ჯიხური სიტყვიდან თქვენ გაიგონეთ ჯვარში აგიმარჯვოთ მეთქვა ჩემო ხათუნა წარმატებას გისურვებ კიდევ და კიდევ მადლობა წინვალე საზოგადოებას გაიგო არცა ხელა არცა ცია უცებ შექმნა კაკაცია მალადეც მუხმე მალადეც შემოძეცასებო მინდა სცენაზე მოვიხო ბატონი დავით ხორიძე პოეზიის აქტივისტი საფუძველია პირველი ჩემი მეგობარია რა ვიცი ორი წლის მანძილზე მე მგონი დიდი კამათი აღმოჩნია მაგრამ მადლობა იმისთვის რომ იცნებდავით მოგესალმებით ყველას მოგესალმებით გამარჯობა სამყაროს ოღონდ უკვე ავიღეთ მაშინ რამდენი ხელის ვესწრებით უკვე ხათუნასი უკვე ზუსტად რაღაც მასობს მაგრამ დასწავალი მეშვიდეა დიდ მასობს მაგრამ თავარია რომ აი დაბას რომ გადახედა უკვე იცნობა რომ ისმის საზოგადოება პოეზიას პატივისცემენ და ამ ხალხს უყვარდა რაღაც ლამაზი არის სავსე და ამდენ ხალხი არის შემოგვიდი და ახლა სოფატნა ეს მაღლა ჩემი ზეიმია ჩემი ლექსების პოეზიის ზეიმია და დავიმეორებ რომ დაწუნებული ვარ ეს მეშვიდე ორი კიდევ გზაშია და
და ფიზიკურება გასაგებია და ამიტომ წარმოგვიდგენს ისედაც და ისედაც. ეხლა თუ ნებას დამთავრ უბრალოდ პოეტები მოწევდა შანდობები და ის ლექსით მოგწევდა. როცა მოწევი კაც გუნდა ერთი მრისხანე იყო შუმშობი ის მოწევისგან გუბელი გაშდა ის ისვისაგან ჩეკა ფიქრი ქალს სიხარული სრევლებით გვიდა ღმერთი ვეცნობდა ქვეყნის სიმძიმეს იმ სრევლებისგან ვასწავლი გაშდა და ყოველგვარი ცალზე ციმციმებს აი ესე მესმის ეხლა სცენაზე ვთხოვთ ჩემ შვილობილს ოღონდ პოეზიაში გალაქტიო Raven სიკეთეს გისურვებთ მოგიჯოცოთ დღევანდელი დღე წარმატებები გისურვობ ეს ყველაფერი ძალიან წინსვლის ფერია და აი გარემოს წიგნის ფერზეა იხარეთ მადლობა ყველაფრისათვის მადლობა კიდევ ერთხელ და მინოუძილავს აქ ასეთი სიტყვები ამიტომ პოეტო უნდა გადმოდიდეს სხვა მარგალიტება ქალბატონ ხათუნას ძალიან სხვა მარგალიტები აქვს და გიბრალოს მერტმა და შვილობილებიც გიბრალოს მერტმა უძვესი მადლობა ბატონო ჟალვა მოსი ყაზარული და გამოგიდე თქვენი საერთოდ ეს ჯერ არა ქალბატონ ხათუნას დაუპირდი როდესაც გამოგიზავნა პირად შეწყობილებაში მოწვევა დღევანდელ ღონისძიებაზე რომ ვერ ჩამოვალთ და ეს დაპირება ასე შეუსრულებდა ჩვენ დასავლეთ საქართველოში ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და მართლაც აი ზესავით შემოვანათებს ხოლმე ღონისძიებებზე მისი მუცქალობით დამოკიდებულებებით იმიტომ რომ ჩვენ მივეჩვიეთ ხო სხვა პროფესიებში შეხვდებით ადამიანებს არიან ძალიან კარგი წერლები, პოეტები, კარგი მსახიობები and ფურცელზე ჩავიკითხავ ხოლმე დოსიეს 2-3 ფურცლიანს, ბოლოს სახელმწიფო გვარი და გადადებ გვერდზე. გამიგია მას. მაგრამ ქალბატონ ხათუნა ის არის ხო პირველად პიროვნება არის და ამიტომ მისი დაწერილი როგორც მუწფელი სიტყვები, ამიტომ მოდის ჩვენამდე და მართლაც დღევანდელი დარბაზი დასტურია ამისა, ფინონ ხალვაშის ცნობილი ლექსი „მე არ ვიქნები შენი სტუმარი“. დედაქალაქმა მართლა გაერთიანა სრულიად საქართველო და აი ჩავყავთ სრულიად რომ მალე ასეთ შეხვედრები ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სოფლში და სამაშაბლოში. ქალბატონ ხათუნა გილოცავ კიდევ ერთხელ და ჩვენ მოვიდი წარმატებისთვის ცოტა მოგვიანებით დავუწყებოთ. შევხვდებით ამას ჯერჯერობით დავთავრ. გილოცავ კიდევ ერთხელ. მოусმინოთ წინარგვესმის საქმიან მერე. რედაქტორი ხალბატონი ანა ხოშალიშვილი, რომელმაც დამარხმარიანა რომ იმას ხალბატონი ნახე, შენი მომბარე ეხსენებოდა. განიცანი ერთმანეთი მისი 4 წიგნი მას სამში მისი წარწერით აჩვენა. გილოცავ შემოგვიყვეს.
აბაშელი ვარ. ამიტომ აბაშასელი ტყილებს 17 წელი ვიყავი საბერძნეთში და ნოსალგიან გამიწერინა ეს მეც. აბაშა ჩემი სამოცარი. აბაშა შენ ხარ ჩემი სამოცარი. შენეული ტყილ მეგრული წყაბარი. ჩემი საფცარი საფლავებით და მოწყენილი მშობლიური სამკარი. სამშობლო ვერასი ქართველების საბოლოო ჩემი ნავსაყრდელი. აბაშელების საოცარი ხიბლითა და ზემარლით გამოსულნელი. მიყვარს ჩემი ნოღელა მოხაში, მიყვარს ჩემი კაბანა და კათანა, შემოდგომა შენი ქარიანი და ქვაცკი მიყვარს აბაშური პატარა. სამეგრელო ზვიადო ამოძალო, ვინძრო ჩემი კნესა შორით გაიგო, მეტავ იშეს ქუჩებში და გავიარო უფასა მხოლ მოწყალება გავიგოს. წლის შემდეგ წავედი საბერძნეთში. ძალიან მადლობელი ვარ ბერძენი ხალხის და ახლა ბერძენი პირველში უმხის საპატივცემლოდ და ბერძენი უმხის სიყვარულით და ბერძენი ხალხის საპატივცემლოდ მინდა წავიკითხოთ წამსი ბერძნულ ენას. Istero i senatoro avanti in un'anche gis, oraton e parton che ha orato. E i senatori, io sono Cristo, io toteo, monogenitent e evolution to patritis, anta e bene. Oficimas tu Santropos que via is mideras sodinia, atalonda is uranus que sacreta e pneumatos agiotis partem. Aneltisanda is io ყველასათვის ცნობილია, რომ გაბატონი ხათუნა არის წერალი, პოეტი, პროზაიკოსი, არაჩვეულებრივი წერალი. ვიტყოდი, რომ მისი პოეზია, მოკლედ, ძალიან ბევრი თქვა, ჩემო ძვირფასო მეგობარო, თქვენზე და თქვენ შემოქმედებაზე, მაგრამ მაინც ორი სიტყვით შემოვიფარგლები, არის ძალიან სიკმისეული, ლამაზი. რამდენადაც რთულია, იმდენად მარტივად წასაკითხია და გასაგებია. საოცარ სიმარტივეში არის გენიალურობა. და მართლაც კარგი ლექსები და ძალიან მომწონს ჩემი თქვენი ლექსები და ჩემი დაიკოხარ, ჩემი მიწაწყალი ხარ, ძალიან მიყვარხარ და კიდევ ერთხელ გილოცავ და ისურვებ წარმატებას ცხოვრებაში. მე ხო თქვენის ნებართვით ერთ-ერთი ლექსი შევარჩიე, უცებ ექსპონტად და წავიკითხავ თქვენს ლექსს. მარტოსულიო ჩამესმის მწარეთ, რაღაც თითქოს ღრმად ჩამიწყდა ჩემში. ჩამეფიქრა და აპირდი ცხარეთ იქნება შვება კვლავ ყოველ ღმერთში. დუმარე სახით გავხედე აის, მეწამულია თებერვლის დილა, გაზაფხულამდე ვიცოცხლო მაინც. შვებით ამოთქვა, ო როგორ თბილა. სუნთქვა გავშირდა, ათრთულდა გული, ფანჯრით სარკმელზე ცრიდა და ცრიდა, წვიმის ხმაურმა დაიპყრო სული, ბოლო იმედიც გამქრალა წიდა. მარტოობაში ასრულდა ღამე,
ჩემში შენობის უშენო დილა უსასრულობა მირჩიერავე ცრემლი თვალს აცრის ძალიან ცივა ჩვენი საღამო დასასრულს უახლოვდება და ალბათ See
უგრმესი მადლობა ქალბატონ ხათუნაცამაიას ხელოვნებისთვის უგრმესი მადლობა თქვენ დავსე საზოგადოება მადლობას ვუხდით ციკლში გადავედი განსაკუთრებული ზრდაკი ტურისთვის რედაქტორებს უგრმეს მადლობას ვუხდით საქართველოს ძალადაში მოხდა კავშირის და მწერალსაც გერჩქობები დიდი სიყვარული დაგეშვა მერვე წიგნზე